ოზურგეთში დღის პირველი ნახევრისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 30%-ს აღწევდა. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა თუ უშუალოდ მერობის კანდიდატებმა დღის 3 საათისთვის იმ დარღვევებზე გააკეთეს განცხადებები, რომლებიც სხვადასხვა უბნებში მათი აზრი დაფიქსირდა. სააგიტაციო მასალებიანი მიკროავტობუსების საარჩევნო უბნებთან და ეგრეთ წოდებული სომხური კარუსელი. ეს ის გადაცდომებია, რომლებზეც ოპოზიცია აპელირებს. მართველი პარტია კი 15 ივნისის არჩევნებს ყველაზე დემოკრატიულს უწოდებს. ძალიან ცუდ ფონს ქმნის ქართული ოცნების აგიტატორთა ხელში დაკავებული სიები, რომლებიც პირდაპირ საარჩევნო უბნებთან არიან განთავსებული ან ფიზიკურად, ან ავტოტრანსპორტებში, მიმდგარი პირდაპირ უბნებთან და არეგისტრირებენ ალბათ თავიანთ მხარდამჭერებს თუ მომსვლელებს, არ ვიცი რას აკეთებენ, მაგრამ ფაქტი ის, რომ ეს ფსიქოლოგიურ ზეწოლის მცდელობა გახლავთ ამომრჩეველს. ჩვენი ინფორმაციით პარლამენტის წევრი მაჟორიტარი ოზურგეთის ზვიად კვაჭანტირაძე კინოში ცენტრი პირველი საარჩევნო უბანზე ეწეოდა აგიტაციას. შესაბამისად მოვითხოვეთ მისგან, რომ აგიტაცია შეწყვეტილიყო. ასევე დაფიქსირდა მეოთხე სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე დარღვევა. იქ ეგრეთ წოდებული კარუსელის დატრიალებას ცდილობდნენ ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ მარკირება, ისინი ითხოვდნენ უბანზე შესვლას და ხმის მიცემის უფლების მოპოვებას. ძალიან სერიოზული გაურკვევლობა იყო 60-04 უბანზე, ახლა მოვდივართ იქ, სადაც 4 პირი ცდილობდა შესულიყო და აქედან ერთი უკვე ნამყოფი იყო და დასტურდა არჩევნებზე და მეორე ცდილობდა დაბადების მოწმობით შესვლას. და იქ იყო რაღაც როგორი რამე სერიოზული აყალმაყალი იყო, სერიოზული არჩევები იყო. მე შემდეგ ამოვიდა საოლქო კომისია, საოლქო კომისიის წარმომადგენლები, თავმჯდომარე, რომელმაც რაღაცნაირად დაასტაბილურა ეს ყველაფერი. არანაირი კარუსელი არ არის. ის მარშრუტები თუ აგვირდებით, იქიდან ფეხს არ იცვლიან, გაჩერებული არიან დილის მერე და ასევე მიძლებთ გადან 8-მდე ფეხს არ მოიცვლიან იქიდან. არანაირი კარუსელი, რომც მოიცვლონ, არანაირი საფრთხე პროცესია, იმიტომ რომ ყველა სიარის სურათიანი, ასე რომ კარუსელი ეს გამორიცხული. ხალხ შეეხება ჩვენს ხარდაჭერების დგომას მიკროავტობუსებით, ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური და კანონიერი. არც ერთი ხარდაჭერი არანაირ ზეწოლას არავის არ აფიქსირებენ. ისინი მხოლოდ ხრიცხავენ ჩვენს ხარდამჭერებს. თუ ვინმეს ეს შურსონ, ჩვენ ხარდაჭერები ძალიან ბევრია, მათი პრობლემაა. საარჩევნო უბნები საღამოს 8 საათისთვის დაიხურა. ამ ეტაპზე ხმის დათვლა მიმდინარეობს.